წალკაში 380 კვადრატული მეტრი ფართობის სამეურნეო ბაზარი შენდება. ბაზრის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ხელშეკრულების თანახმად ობიექტი 2026 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ბაზრის მოწყობა 363,000 ლარზე მეტი უჯდება. ვინ დაიკავებს სავაჭრო დახლებს, მცირე და გარემოვაჭრეებმა ჯერ არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ ახალი ბაზრის მშენებლობა ახარებს როგორც მათ, ისე მოსახლეობას. ამბობენ იმ ხარეს იქნება ბაზარი, სხვა არაფერი ვიცი. მინდა რომ ნორმალური ბაზარი გქონდეს. სისუფთავე იქნება, მაცივარს დავდგავ. ახლა ქუჩაში ვაჭრობეს, მეც არ მომწონს. მე ჩემი ქმარი და შვილი პენსიონერები ვართ. შვილი ავადაა. ყოველ კვირას მოვდივარ და ჩემი ოჯახის პროდუქტს ვყიდი. მხოლოდ რამდენიმე საათი ვართ. ხალხი მთელი დღე არ დადის. რაც აქ ვარ, 100 ლარის პროდუქტი ვერ გავყიდე. ამბობს სოფელ ნარდევანის მკვიდრი არევა კმელტონიანი. ის ყოველ კვირას სახლში დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ყველს ყიდის. წალკაში კვირაობით ამ ადგილას ბაზრობა იმართება. ადგილობრივები საკუთარ პროდუქციას ყიდიან. წალკელებთან ერთად სავაჭროდ აქ კახეთიდან და მარნეულიდან ჩამოსულებსაც შეხვდებით. მხოლოდ კვირა დღეს მოვდივარ აქ. ახალი ბაზარი სუფთა იქნება და ძალიან კარგია. კარგი იქნება, ძალიან დიდებული იქნება, ბაზარში დახლები იქნება გაკეთებული. ანტისანიტარიაც არ იქნება, ქუჩაში დგომა ბაზარი ყოველთვის იქნება. გადასახდელი იყო, გადასახდელი მაგალითად დილამდე. კომფორტულად დავდგები და ეგრე არ ვიდგები, რა თქმა უნდა, უკეთეს იქნება. კვირაობით ბაზარი დღის პირველ 2 საათამდეა, შემდეგ იშლება. ადგილობრივი მოვაჭრეების თქმით, შუა დღის შემდეგ ხალხი ნაკლებად დადის და პროდუქციის გაყიდვა ამ დრომდე უნდა მოასწრონ. მოძრაობა გაიხსნება და ხალხიც თავისუფლად ივლის. აქ სიარული შეუძლებელია, იქით მანქანებია, აქეთ ხალხი. იქ კარგი ბაზარი იქნება, სუფთა მაღაზიასავით, ყველაფერი დახურული იქნება. სამეურნეო ბაზრის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შობაზა დაჩი ჯგუფი ახორციელებს. შესრულებული სამუშაო საგარანტიო ვადა 3 წელია და ამ პერიოდში დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს ხარბეზი.